ნამდვილად დღეს საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე ვისაუბრებთ. უკვე წლები არა ადამიანთა უმრავლესობისთვის დილა ერთნაირად ტელეფონის ეკრანით იწყება. თვალები ჯერ კიდევ გახელილი არ გვაქვს, რომ უკვე შეტყობინებებს ვამოწმებთ, ან უბრალოდ სკროლავთ და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ თუ როგორ გადის ამ პროცესში საათები, ზოგჯერ კი მთელი დღე. სოციალური ქსელები და ინტერნეტებზე უკვე დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება. ისინი ჩვენს დღის განრიგს, ემოციებსა და ზოგჯერ თვით შეფასებასაც კი მართავენ. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ზოგიერთი სპეციალისტი სოციალურ ქსელებს ციფრული ეპოქის ახალ თამბაქოდაც მოიხსენიებს პროდუქტად, რომელიც მიზანმიმართულად იქმნება იმისთვის, რომ შესაძლო ზიანის მიუხედავად მომხმარებელი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე ჩვენს ეთერში, თუმცა ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავ და აქტუალური გახადა რამდენიმე დღის წინ ნიუ-მექსიკოსა და კალიფორნიის შტატების სასამართლოს მიერ ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ გამოტანილმა ვერდიქტებმა, უფრო კონკრეტულად კი 2026 წლის 24 და 25 მარტს 24 საათიანი ინტერვალით ამერიკის ორმა სხვადასხვა სასამართლომ კომპანია მეტა, რომელიც აერთიანებს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო. სანამ ნიუ-მექსიკოში ნაფიცი მსაჯულები მეტას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ხელშეწყობისთვის 375 მილიონიან ჯარიმას აკისრებდნენ, კალიფორნიის სასამართლომ ისტორიაში პირველად დაადგინა, რომ კომპანიის ალგორითმები მოზარდებში სახიფათო დამოკიდებულების გამოსაწვევად შეგნებულად არის შექმნილი და მოდით ახლა დეტალურად მიმოვიხილოთ თუ რა ხდებოდა ამ ორი სასამართლო პროცესის დროს და დავიწყოთ ნიუ-მექსიკოს საქმით. მეტას წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-მექსიკოს შტატის გენერალური პროკურორის ოფისმა ჯერ კიდევ შეიტანა 2023 წლის დეკემბერში, მათ ჩაატარეს ფარული აგენტების ოპერაცია სახელწოდებით მეტაფილი და ახლა რა ხდებოდა. აი ამ ოპერაციის ფარგლებში ისინი მეტას პლატფორმებზე შეგნებულად ქმნიდნენ არასრულწლოვანთა ყალბ პროფილებს, რათა დაედგინათ რამდენად ეფექტურად იცავდა სისტემა უკვე ბავშვებს პოტენციური საფრთხისგან. მეტაფილის ოპერაციის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეკროვდა და ვუთხრათ ახლა ჩვენს მაყურებელს. ფარული აგენტების მიერ შექმნილ ყალბ არასრულწლოვნების ანგარიშებს ძალიან მოკლე დროში უკავშირდებოდნენ უცნობი ზრდასრული პირები, ხშირ შემთხვევაში მამაკაცები, რომლებიც 14 წლის ბავშვების მიმართ ინტერესს იჩენდნენ. არასრულწლოვანთა ნდობის მოპოვების შემდეგ კი მათ შიშველი ფოტოების გაგზავნასა და ინტიმური ხასიათის ვიდეოებში მონაწილეობას თავაზობდნენ. ასევე არასრულწლოვნების ანგარიშებზე ავტომატურად ჩნდებოდა 18+ შინაარსის კონტენტი. მაშინაც კი, როდესაც პლატფორმის პროფილი და მსგავსი შინაარსის ინფორმაციის მიმართ არ იყო არანაირი ინტერესი გამოხატული, ხო, არც გამოწერა, არც მოწონება და ასე შემდეგ. ასევე სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები მოიცავდა 3 მამაკაცის დაკავების დეტალებს, რომლებსაც ბავშვებთან არასათანადო კომუნიკაცია და მათთან შეხვედრის მცდელობა ედებოდათ ბრალად. ნიუ-მექსიკოს შტატის გენერალური პროკურორის ოფისის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ მეტას უსაფრთხოების სისტემა არასრულწლოვანთა სათანადოდ ვერ იცავდა. უფრო მეტიც, პლატფორმის ალგორითმი ზრდასრულ პირებს მათთან კომუნიკაციას უმარტივებდა. და რა დაადგინა სასამართლომ, რომ მეტა ეწეოდა უმსგავსო სავაჭრო პრაქტიკას, რომელიც ბავშვების დაუცველობასა და გამოცდილებას უსამართლოდ იყენებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ტექნოლოგიურ გიგანტს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა დააკისრეს. ეს იყო $5,000 თითოეულ დარღვევაზე, რამაც ჯამში შეადგინა $375 მილიონი. აღსანიშნავია, რომ ეს სარჩელი არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მეტა მის პლატფორმაზე ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხისმგებელ მხარედ ცნო. და როგორი იყო, მოდით ვნახოთ თავად მეტას პოზიციაც, ხო? მარკ ზუკერბერგის განცხადებით, ბავშვებისთვის მიყენებული ზიანი პლატფორმების მასშტაბებიდან გამომდინარე გარდაუვალი იყო და მისივე თქმით, გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივროს. მინდა გითხრათ, რომ სასამართლო პროცესის შემდეგი ფაზა 4 მაისს დაიწყება, სადაც ნიუ-მექსიკოს პროკურორის ოფისი დამატებით ფინანსურ სანქციებსა და პლატფორმის დიზაინის ისეთ ცვლილებებს მოითხოვს, როგორიც არის ასაკის ეფექტური ვერიფიკაცია და არასრულწლოვნების დაცვა დაშიფრული კომუნიკაციისგან. ეს იყო ნიუ-მექსიკოს საქმე. აქვე რა ხდებოდა ამ დროს უკვე ლოს-ანჯელესის სასამართლოში. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ მეტა და YouTube არა მხოლოდ ციფრული პლატფორმები, არამედ დამოკიდებულების გამომწვევის შეგნებულად დაპროექტებული სისტემებია. ვერდიქტის მიხედვით ისინი მიზანმიმართულად ქმნიდნენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ახალგაზრდა მომხმარებელს მიჯაჭვულობა განუვითარდა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვია. სარჩელი ეკუთვნის 20 წლის ქალს, რომელიც სასამართლო პროცესზე ინიციალებით კაჯიემი ფიგურირებს. მისი თქმით, 6 წლის ასაკში YouTube-ზე, ხოლო 9 წლის ასაკში Instagram-ზე დამოკიდებული გახდა. როგორც ის ჩვენებაში ამბობს, 10 წლის ასაკში დეპრესიაში ჩავარდა და თვით დაზიანებების მიყენება დაიწყო. 13 წლისას კი თერაპევტმა სხეულის დისმორფული აშლილობა და სოციალური ფობია დაუდგინა. როგორც კაჯიემი ამბობდა, პლატფორმები მიზანმიმართულად იყენებდნენ ეგრეთ წოდებული კაზინოს მსგავს ტექნიკებს და უთხრათ ჩვენს მოყურებელს რა იგულისხმებოდა ამ ყველაფერში.
მოკლედ კაზინოს მსგავსი ტექნიკები ეს არის манипуლაციური, ასე ვთქვათ, მეთოდები, მაგალითად არის ეგრეთ წოდებული წყვეტილი ჯილდოს პრინციპი, რომელიც მომხმარებელს აიძულებს ახალი პოსტების ან მოწვევების მოლოდინში დაუსრულებლად განაახლოს გვერდი. ეს დიზაინერული გადაწყვეტილებები მიზანმიმართულად იყენებს ადამიანის ტვინში დოპამინის, ანუ ბედნიერების ჰორმონის გამოყოფის მექანიზმს, რათა ჩამოაყალიბოს ძლიერი მიჯაჭვულობა, რის წინაშეც განსაკუთრებით დაუცველები არიან არასრულწლოვნები, რომელთა თვითკონტროლის მექანიზმებიც ჯერ კიდევ არის ჩამოყალიბების პროცესში. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ აქტიურად ვაშუქებთ ამ თემასაც, ქვეყნების უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალოს და ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ-ახალი ქვეყნები, ასე ვთქვათ, უერთდებიან ამ ინიციატივას. ნებისმიერ საჯაროება, რაც ჩამოვთვალეთ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ მეტასა და YouTube-ს დაეკისრათ $6 მილიონი ზიანის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ კაჯიამის სარჩელი პირველი იყო მსგავს საქმეებს შორის, რომლებიც სასამართლომდე მივიდა და ეს სხვათა შორის იმედს აძლევს ძალიან ბევრს, რომ უფრო მეტი სარჩელი და ასე ვთქვათ, საკითხი, რომელიც ამ თემაზე არის, უფრო და უკვე წამოვა წინ. ჩვენ როდესაც ვაუბრობდით აი ამ კაჯიამის ჩვენებაზე, იქ იყო ნათქვამი, რომ თერაპევტმა მას დაუსვა სხეულის დისმორფული აშლილობის დიაგნოზი და განმომარტოთ ჩვენს მაყურებელს თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარი, ასე ვთქვათ, ობსესიური იდეა აქვს მას, რომ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილია ზოგადი გარეგნობა უკიდურესად ნაკლოვანია და შესაბამისად მუდმივად ცდილობს, რომ ის გამოასწოროს ან დამალოს. ეს მდგომარეობა იწვევს ძლიერ შფოთვას და ყოველდღიური ფუნქციონირების უნარის დაკარგვას. სხვა შორის სპეციალისტებმა ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოყვეს 3 ძირითადი მექანიზმი, მეგობრებო, რომელთაც პლატფორმები მომხმარებლის ფსიქიკას აზიანებენ და ვთქვათ. პირველი ეს არის ფილტრების ეფექტი. ციფრული პლატფორმები მომხმარებლებს თავაზობს საკუთარი თავის გაუმჯობესებულ არარეალურ ვერსიას. კვლევების თანახმად, როდესაც ადამიანი სარკეში იყურება და ვერ ხედავს იმავეს, რასაც ვთქვათ, ის ხედავს ეკრანზე, ტვინში ჩნდება კოგნიტური დისონანსი, ანუ კონფლიქტური მდგომარეობა, რაც საკუთარი სხეულის მიუღებლობას იწვევს. მეორე ეს არის დოფამინური მახე და ვალიდაციის წყურვილი. სოციალური ქსელის ალგორითმი აგებული არის ეგრეთ წოდებული ჯილდოს სისტემაზე. ანუ ყოველი მოწონება და კომენტარი ტვინში ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას იწვევს. როდესაც მოზარდი ვერ იღებს მოსალოდნელ ციფრულ აღიარებას, მისი თვითშეფასება მკვეთრად ეცემა, რაც დეპრესიის წინაპირობა ხდება. და არის მესამე მექანიზმი, ეს არის უსასრულო სკროლვა. ეს ფუნქცია სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ ტვინმა ვერ იგრძნოს დასრულების სიგნალი. ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი მომხმარებელს ტრანსის მდგომარეობაში ამყოფებს და ბუნებრივია ეს ზრდის უკვე ეკრანთან გატარებულ დროს და შესაბამისად მავნე კონტენტის ზემოქმედებას. მე მგონი ეს გამოცდილება ყველა. ეს მე მგონი ყველას გვაქვს არა მარტო მოზარდებს, მოზარდები კიდევ უფრო მოწყვლადი ჯგუფია და შესაბამისად კიდევ უფრო უჭირთ კონტროლის დაწესება. სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამ პროცესს თამბაქოს ინდუსტრიას ადარებენ, როგორც თამბაქოს მწარმოებლებს, უკეთ ასე ამბობენ, რომ როგორც თამბაქოს მწარმოებლებმა იცოდნენ ნიკოტინის მავნებლობის შესახებ, ისე ტექნოლოგიურმა გიგანტებმა იცოდნენ თავიანთი ალგორითმების დესტრუქციულობაზე, თუმცა მოგება ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა დააყენეს. მოკლედ ეს იყო გადაწყვეტილებები, ხოთაკო, როგორც ინდივიდუალურ ისტორიებზე. ასეთი არის არაერთი პირდაპირ ჯარი, თამამად შეიძლება ითქვას მოზარდების, რომლებსაც ეს პრობლემები აქვთ, მაგრამ ამაზე შეიძლება ხმამაღლა აუსაუბრიათ, თავის დროზე ვერ გარისკეს, ვთქვათ, რომ ეს პრობლემები საჯაროდ გამოეტანათ და არამც თუ სასამართლოსთვის მიემართათ. თუმცა ეხლა წარმოვიდგინეთ, რამდენი ასეთი მოზარდი ამოიცნობს საკუთარ თავს. თუნდაც იგივე იმ კომპლექსებს, რომელიც დროსთან ერთად მათ უკვე ძალიან მყარად ალბათ ჩამოუყალიბდათ. და რაღაცა იმედი გაუჩნდათ, ასე ვთქვათ, რომ ეს არჩელი რადგან ასე წამოვიდა წინ, სხვაებიც იქნება. პრეცედენტი მოვისმინე, რომ როგორიც იყო, რომ მასშტაბებიდან გამომდინარე მეტას პოზიციას გულისხმობ კი, რომ ესე იგი შეუქცევად პროცესი ფაქტობრივად მასშტაბიდან გამომდინარეო და ძალიან ცუდია რომ ასეთი მე ახლა საქმე ეხება უკვე სენსიტიურია. მინდა პატარა ტესტი ჩავატაროთ ჩვენ და გავიგოთ რამდენად ვართ უკვე უშუალოდ დამოკიდებული და როგორ არის ჩვენი დამოკიდებულების ტიპი. იცი, ჩემი დამოკიდებულებები ამ ყველაფერს. ხო, შეიძლება ძალიან საინტერესო შედეგები არის ხოლმე ამ ტესტებიდან, ჩვენთანაც ჩაგვიტარებია და მოკლედ რა თქმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და დავსვათ პირველი შეკითხვა და დავთვალოთ მე რომელი პასუხები აითაკმიშველად. ახლავე, მოკლედ პირველი შეკითხვა არის ასეთი: დილით გაღვიძებისთანავე ამოწმებთ თუ არა სოციალურ ქსელებს? გვაქვს ასეთი პასუხი: დიახ, ზოგჯერ იშვიათად.
მოუნიშნაეთ? მე დავთვალოთ რომელი იქნება A, B თუ G, უფრო უმრავლესობაში. რამდენ დროს ატარებ ყოველდღე სოციალურ ქსელებში? 3 საათზე მეც, 1-დან 3 საათის განმავლობაში და 1 საათზე ნაკლებს. გეუბნებით, ჩემი ურთიერთობა სოციალურ ქსელებთან შეიცვალა. დავით, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, რომ ინტერნეტი გათიშული გვაქვს ან არ გვაქვს უბრალოდ. რა შეგრძება გვეუფლება ამ დროს? ნერვიულობთ, ცოტა დისკომფორტს განვიცდით თუ საერთოდ არ გვაწუხებს ეს მდგომარეობა? ეს მაწუხებს, იმიტომ რომ ყველა უკვე ინტერნეტით ყავს შენთან. კარგით, რამდენად ხშირად ამოწმებს შეტყობინებებს? რამდენიმე წუთში ერთხელ, პერიოდულად თუ იშვიათად? იშვიათად და ბოლო დროს მსახურობ. გულისხმობ შეტყობინებებში ნებისმიერ. ნებისმიერ, აი მოვიდა, არ მოვიდა, აი მაინც შევდივართ თუ არა, აი ეს იგულისხმობ. უბრალოდ 5 წუთით შევალ შევამოწმებ. რეალურად რამდენ ხანს გრძელდება? საათები, 10-15 წუთი თუ მართლა 5 წუთი? ხან როგორ. კარგი. მე-6 შეკითხვაზე გადავიდეთ. მაშინ რამდენად ხშირად ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვებისას? ხშირად, ზოგჯერ თუ არასდროს? ხახნა ეს რო გავაკეთოთ, უნდა გავგიშდეთ. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაციაც ახლა, რომ თქვენს პოსტს, რომელიც დადეთ, ეს დასრული ადამიანები ვართ, რომლებმაც ის საფეხურები უკვე გავიარეთ, როცა ცხოვრებას ვატარებთ სოციალურ ქსელებთან შეიძლება, მაგრამ ვიღაცას ვისაც არ გაუვლია ეს მართლა საგანგაშოა. აბა წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენს მიერ დადებულ პოსტს, სურათს ან ნაკლები მოწონება ან კომენტარი აქვს, რა შეგრძნებას ბადებს ეს ჩვენში? იმედ გაცრუებულები ვჩაბით, ცოტა გვაწუხებს, თუ საერთოდ არ გვადარდებს. რა მაწუხებს ხოლმე აქ აჩიში. კარგი, მე რო შეკითხა, მეგობრებთან ყოფნისას სოციალურ ქსელებს ხშირად ვამოწმებ, იშვიათად ვამოწმებ თუ საერთოდ არ ვამოწმებ? მოვნიშნეთ? როგორ მეგობრებთან ყოფნისას სოციალურ ქსელებს? მოვნიშნეთ, კარგი, მე-9 შეკითხვა, საკვების მიღების დროს რამდენად ხშირად იყენებ სოციალურ ქსელებს? თითქმის ყოველთვის, ხანდახან ვამოწმებ, ჭამის დროს საერთოდ არ ვიყენებ და აქვე დავსვათ ბოლო, მე-10 შეკითხვაც, ბოლოს როდის გაატარეთ 1 დღე სოციალური ქსელის გარეშე? აღარ მახსოვს, რამდენიმე დღის წინ ასეთ შესვენებებს ხშირად მივმართა. ასეთ ადამიანს მე გეტყვი რომ ამ სიმცეში ნამდვილად ახლა მინდა რომ დავთვალოთ, მაგრამ ამ დავთვალოთ რომელი პასუხები. წინ მაშინ შეიძლებოდა რა. რამდენი ეგეთ საინტერესო არის. მოკლედ მომნიშნოთ მაინც, აბა B. ამ შემთხვევაში. რომელი ჭარბობს? A, B თუ G თქვენს პასუხებში? აბა დავთვალოთ. ახლავე დავთვლი. 5 უი B ჭარბობს. ო, ძალიან საინტერესო არის. ძალიან კარგი. 3A. აბა კი ბატონო, 6 B მაქვს, 4 A. მოკლედ, უთხრათ და გავეცოთ ჩვენს მაყურებელს მანამდე. ანუ 3 G მაქვს, 3 A მაქვს. და ახლა 3 G და 3 A. ვნახოთ A-ს და G-ს და ვნახოთ შუალედური. ესე იგი B არის ყველაზე მეტი და შენ შემთხვევაში გათანაბრდა, ხო? თანაბარია. კარგი, მოკლედ. თუ პასუხებში ჭარბობს A, მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებელი არის, ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს უკვე კონცენტრაციაზე, განწყობასა და რეალურ ურთიერთობებზე. თუ ჭარბობს B, თქვენ გეხებათ, ეს არის ზომიერი დამოკიდებულება. აკონტროლებთ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხო, გითხრათ ხოლმე ეს ყველაფერი. თუ ჭარბობს G, ეს არის უკვე დაბალი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, კარგი მაჩვენებელი იმ კუთხით, რომ ინარჩუნებს ადამიანი ბალანს უკვე ციფრულ და ასე ვთქვათ, ირეალურ სამყაროს შორის. თუ გვაქვს დრო, რამდენიმე რჩევას ვიტყვი, რომელიც დაგვეხმარება ციფრული დეტოქსი მოუწყოთ საკუთარ თავს. ეს არის ეგრეთ წოდებული ტელეფონის გარეშე ზონები, სადაც გაჯეტებს საერთოდ არ გამოვიყენებთ, აი სახლში შეგვიძლია მოვაწყოთ, რომ აი სამზარეულოში როცა ვარ მაგალითად ვიღებ საკვებს, აი ამ დროს არ გამოვიყენებ. რაცა პატარა წესები რომ დაუწესოთ საკუთარ თავს. კარგი იქნება ასევე თუ მეგობრებთან შეხვედრას გამოიყენებთ ეგრეთ წოდებულ თვითმფრინავის რეჟიმს, იმიტომ რომ დაგეხმარებათ რომ შეტყობინებებმა, რომელიც ასე ვთქვათ, ვარდება ხოლმე, არ გაფანტოს და უფრო მეტად ისიამოვნოთ მეგობრებთან გატარებული დროით და არის ესეთი მიდგომა ასევე დილა ოფლაინ რეჟიმში. იგულისხმება ის რომ გაღვიძაბიდან თუნდაც აი პირველი 30 ან 60 წუთის განმავლობაში არ შეამოწმოთ სოციალური ქსელები. და არის ჩანაცვლების წესი, ეცადე სკროლვა, ჩანაცვლა სხვა რაღაც. და შეიძლება იყოს მაგალითად რაღაცა 10 წუთი გაისერინო ფეხით, მაგალითად 5 გვერდი წაიკითხო და ასე როგორც გვეუბნებიან ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგები, ტვინი ნელ-ნელა იწყებს უკვე ახალი ჩვევის განვითარებას და ეს არის ის ძირითადი რაღაც. თუ რა თქმა უნდა არის უფრო ძლიერი დამოკიდებულება, ამ დროს რა თქმა უნდა საჭირო არის უკვე სპეციალისტის დახმარება და ჩარევა. რაღაცნაირად ინფორმაციას დღის განრიგს, ასე ვთქვათ, ვიღებ სოციალური ქსელებიდან. შესაბამისად, აი ამ თვალსაზრისით მიჯაჭვულობასთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ აი როცა უკვე ტრანსში გადადის ეს, აი ეს უკვე მართლა პრობლემა მგონია. საბედნიეროდ ეს ნაწილი არ გატრანსო. ჩემს პრობლემას აღარ რაღაცნაირად გადავლახე, გამოვიარე ეგ ეტაპიც, მაგრამ მივხვდი რომ იქ რაღაცა ჯანსაღი არ ხდებოდა და გაარეკლამე, ხო?
არ გატრანსო, გაარეკლამე. გაარეკლამე. ეს რეკლამა